გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? ყველას მოგესალმებით. YouTube-ის აყურებლებს, გამომწერლებს. როგორ ახართ აშვებით? მოკლედ. დღეს 2 თებერვალია. ორშაბათი დღე არის. გამოვედით სამუშაოდ. ამ შაბათ-კვირას მოგეხსენებათ, სახლში ვიყავი. გარკვეული მიზეზების გამო და ამ დილით გამოვედი სამუშაოდ. ეხლა ავიღეთ ტვირთი. დატვირთული ვარ. როგორც ყოველთვის დატვირთვა ვერ გადავიღე. მიზეზები არ მელევა მოკლედ რა. ხო და დატვირთვა ვერ გადავიღე სამწუხაროდ. მაგრამ ეხლა ჩავრთე ვიდეო GoPro როგორც ყოველთვის. და სხვათა შორის მიდაგითხრათ გუშინ შევიძინე მიკროფონი რაღაც Airmax-იო თუ რაღაც სარამონიკია მგონი თუ რავი რაღაც 22 სახელი აქვს რა. ხო და ერთი სიტყვით შემოგარგებო, GoPro-ზე დავაერთე მიკროფონი. ვინაიდან ხმა გამეუმჯობესებინა, კარგი ხმა ვქონოდა. და იმედია კარგი ხმა იქნება. პირველი ჩართვა არის, ეხლა არაფერი არ შემიმოწმებია. შეიძლება დამიჯეროთ, დამერწმუნოთ. უბრალოდ მიკროფონი შევაერთე და ჩავრთე. მაგრამ ამ დილით ვაპრაქტიკებდი ესეთ რაღაცას. მე მაქვს Sony-ს კამერა, იცით თქვენ ეს. მაქვს კიდევ DJI-ს მიკროფონი და Sony-ს კამერა ჩავრთე ეგრეთ წოდებულ შტატივზე, ანუ სამფეხზე შევაერთე, ესა დავაერთე კამერა და დავდგი უკან სპალნაში რა. და საძინებლიდან ვიღებდი აი ამ ყველაფერს. გარეთ რაც ხდება რა. მაგრამ ესე იგი გზების აი ცუდი გზების გამო აქაც ხედავთ ხო ალბათ კადრებში როგორ დავხტუნავავ, ჯაღვჯაყობთ რა. ცუდი გზების გამო შტატივზე ესე იგი კამერა ხტუნავდა რა. ხარისხი კარგი იყო, ხმა კარგი იყო, ყველაფერი, მაგრამ თვითონ აი ხტუნავდა კამერა და სიმართლე გითხრათ რაღაცა არ გამისწორდა რა. ხო და ეგ ვიდეო წავშალე, გადავაგდე. ისევ ესა GoPro ჩავრთე, როგორც ყოველთვის. და ესე გზებს დაგანახებთ რა. სად მივდივარ, როგორ მივდივარ და სხვათა შორის აი სხვა გარეთ როცა გადავალ მაგალითად ხო, ვიდეოებს გადავიღებ Sony-ს კამერით. და მე მგონია საინტერესო გამოვა რა. მით უმეტეს აი Sony-ს კამერა უფრო პროფესიონალურია, უფრო მაგარ ვიდეოებს იღებს, უფრო ხარისხიან ვიდეოებს იღებს. ამიტომ მაქვს 2 კამერა, 2 მიკროფონი და ვფიქრობ ხმაზე პრობლემა არ უნდა იყოს. ანუ ხმის ხარისხზე. ესეთი შესავალი გავაკეთე. 565 მილი მაქვს გასავლელი. სულ რაღაც 2 საათი არ არის ჯერ, ორსუკლია 25 წუთი. ეხლა გაჩერებული ვიყავი რაღაც წამლები დავლიე რაღაცეები და მოკლედ უნდა ვიაროთ რა. კარგი ხაჭაპურები მაქვს. კარგი რაღაცეები მაქვს, ჩემო მეუღლემ გამიკეთა ყველაფერი, საჭველი მაქვს. ალბათ ერთი 5 კაცი კარგად პურს ჭამთ რა. და თუ ვინმეს გადავეკვეთები ქართველს, აუცილებლად დავპატიჟებ და კარგ გემრიელ საჭმელს შევჭამთ. ოჯახის საჭმელი, სახლის საჭმელი მაინც სხვა არის, ხო? ეს სახლური საჭმელიო რო იციან თქვა და
ხვალდილით უნდა დავიცალო. ალბათ 7-8-ზე, ალბათ არ ვიცი. ხვალ დავიცლები და უკვე ხვალიდან შევუდგებით გზას კალიფორნიისკენ. როგორც წინა ვიდეოებში ვისაუბრე, ეხლაც შეგახსენებთ, რომ მე სულ ერთი და იგივე გზაზე დავდივარ ფაქტიურად. ჯერ იმიტომ რომ ესე იგი თოვლები არის და თოვლების გამო ვერ დავდივარ 70-ე გზით, ან ზევიდან მე-80-ე გზით. კოლორადოში საშინელი თოვლები იცის და ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ჯაჭვების დაგებას ვერ ვახერხებ და ამიტომ დავდივარ მე-40-ე გზით, ანუ იგივე 66-ე გზა, ძველი 66-ე გზა, ამაზე მე წინა ვიდეოში ვისაუბრე და მეც აღარ დავიწყე გაგრძელებას და დავდივარ აი ამ გზით რა და სულ ერთი და იგივე ის არის რა მომენტი და აქ ბევრი საინტერესოა აი ესეთი რა მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ უკვე მარტის თვიდან თოვლიც აღარ იქნება, ცოტა დათბება. მეც თებერვლის შუა რიცხვებში ოპერაციას გავიკეთებ, იქნება ამ ფეხზეც მეშველოს ერთხელ და სამუდამოდ დამადგეს საშველი და მერე გავეშვებით რა და იქ კოლორადო, ნევადა, იუტა და რავი ძალიან მაგარი გზები და ეს სანადირო მაღაზიები და რავი ყველაფერი რა ის რაც ჩვენ გვინდა, რაც მოგწონს. ყველაფერი იქნება რა. ნელა ბიჭო, ავთანდილო, ნელა ბიჭო. აი ეს ჯილიგინი, ჯლაგუჯე. ხათკა ხუთკით ვივლით დღეს, კაროჩე, მიჩიგანამდე. და ხვალ უკვე გავეშვებით კალიფორნიაში. ძალიან დიდი ვიდეო გამომივიდა, სადღაც საათნახევრიანი ვიდეო გამოვიდა, ჩემოგარგებო. მაგრამ მე გავითვალისწინე ის მომენტი, რომ აი ძალიან ბევრი მწერდა, რომ ისაო გზა გვანახეო რა, გზა წინიდან რომ დაგვანახეო, რა ხდებაო, როგორ ხდებაო, რა არისო და აი კი ბატონო გზასაც ხედავთ. კადრს მიღმა, ჩემი ხმა კარგად გესმით. კადრს მიღმა და ესე სადგარბია რაღაცა დაემართა და გამგაჭირებულებს მანქანა დატოვეს. კადრს მიღმა, ჩემი ხმა გესმით და აი ესეთი ამბებია რა. ვეცდები რომ დიდი ვიდეოები არ გამოვიდეს, მაგრამ აი იმდენად დიდი ვიდეო გამომივიდა, რომ წარმოიდგინეთ, პარასკევს დავიძარი კალიფორნიიდან და სამშაბათ დილით დელივერი გავაკეთე და ეს გზა სულ ვიღებდი ამ ვიდეოებს რა. მე ეს თოვლები, ეს რავი ყინვები, საშინელი ამინდები, ეს საშინელი ავარიები და რავი, კაროჩე და იყო რაღაცეები. რაც გადავიღე რა, ხო და რავი, გზადაგზა ვნახოთ, კაროჩე, კიდევ ეცდები რაღაცეები გადავიღო. ეხლა საჭმელი ვფიქრობდი მაგალითად ამ ვიდეოში, ან მომდევნო ვიდეოში რაღაც ფასტფუდი რაღაცა მენახებია თქვენთვის, მაგალითად აი რა ვჭამთ, რა ვსვავთ, ხო, საფყიდულობ, რა ვსყიდულობ. მაგრამ იდენი საჭმელი გამომატანეს სახლიდან, რომ ესე იგი ამას გადავდო შემდეგი ვიდეოსთვის რა. ეხლა უბრალოდ პატარა ვიდეოს გავაკეთებ რა, 10-15 წუთიანი ინტერვალებით. გავაკეთო მე-80-ე ინტერსტეიტზე მივდივარ. ეხლა და აი სხვადასხვა ადრე კომენტარში დამიწერეს, ეგ რესტორანიცო გენახებინა რა მოხდებოდაო. აი ზუსტად 192 ეგზიტზე რომ გადავალ, რესტორანი კავკაზი ქვია, რესტორანი კავკაზი, იქ შევალ, აუცილებლად შევალ. ხო და ესე იგი რაღაცასაც ვიყიდი რა. იმედია ლიმონათები რაღაცეები იქნება სახლიდან ვერ წამოვიღე, ვერ მოვასარი და
ცოტა რაღაცებს ვიყიდი გზაში ლიმონათებს ზესუმზირას რაღაცებს ვიყიდი იმიტომ საჭმელი არ მინდა და გავაგრძელოთ გზა და აი იმ რესტორანსაც შიგნით დაგათვალიერებინებ რა როგორ არის და რა დიდი გადამრიე ეხლა რაღაც სასწაული საჭმელები და არიქა გულზე მაფრინდებაო ეგეთი არ არის რა მაგრამ საკმაოდ ბევრი ყავს კლიენტები საკმაოდ ბევრი ყავს ესე იგი მძღოლები რა ხო და დავითეთ და დაგათვალიერებინებთ რა ორიოდე წუთით რა სხვადასხვის იმითი გადავიღებ რა ქვია ბრეიბანის ათვალეებით კიდევ რა მინდოდა მე თქვა ნუ პრინციპში ეს იყო და ეს აი გზას კი ხედავთ აი რაც არის აი თუ უცებ მომეცემა საშუალება რაღაცები კიდევ ჩავრთო კიდე რაღაცები ჩავრთავ რაღაცები ჩავამატებ და რა ვიცი ნახოთ რა ეხლა გაგეთიშებით დროებით გაგეთიშებით და ძალიან მალე დაგიბრუნდებით და დარჩით უყურეთ ვიდეოს არ გადართოთ ვიდეო მალე გაგრძელდება აბა დროებით აი მოკლედ მეგობრებო ძალიან ცუდი სიტუაცია უკვე გარეთაც ხედავთ რომ ღამდება უკვე რამოდენიმე ნუ ალბათ 1-5 საათი იქნება რაც ვართ ასე გაურყევლად ერთ ადგილზე აი ესე და გვირაბის იქით შუქი არ მოსჩანს 480 მილი გვაქვს გასავლელი და აქ ვდგევართ კიდე რამდენი ხანია და რავი კიდე როდის რამდენს ვიდგებით რა ვიცი აბა მაშინ რაც ჩაიარა ეკიპაჟებმა სახანძროებმა და ისინმა რა და всё მისვერი არავის არ ჩაუულია არ გაუულია რაც არაფერი ყოფილა ვართ ასე ამასობაში ღამდება ცოტა უკვე ძილიც მერევა ნელ-ნელა და ამდენი სასიარო და ყვაკიდე სამწუხაროდ აი ამიტომ არ მიყვარს ეს მე-80 გზა პენსილვანიის რა ის საძაგლობა არის საგელი გზა არის უფასო გზა არის ეს არის უფასო გზა აი ბოდიშით და ყველა დიდი ალბათ მივხვდით ხო დადის კაროჩე ეტანება ამ გზას აი ყველა დიდი შიბლა რა დაფრინავენ გიჟებივით არავის არ ევიდებიან შემდეგ ავარიას აკეთებენ ხალხი ხალხად გუტება ტექნიკადი ილეწება და იკარგება და რავი კაროჩე რა ძალიან ცუდი სიტუაცია არის რა რა ვქნათ ასე არის რა იმედია გაიწევს შავია სულ მაპი სულ შავია საერთოდ არის ეს მონაკვეთი არა რა არ იძვრის ეს მონაკვეთი საერთოდ საშინელების ამბავი ხდება რა ვიცი რა გვეშველება საჭმელი გვაქვს საწველი გვაქვს. არა და კაი გამოძინებას მოვასწრებდი რომ
დამეძინა, მაგრამ გზაზე რას დაიძინებ ხა, როგორ დაიძინებ? ხალხიც აღარ გადმოდის უკვე მანქანებიდან, ჩაბუდრულები არიან. აი ესეთი სიტუაციაა ჩემო კარგები. და ეხლა დაგაინტერესებთ ალბათ, ხო, რა ხდება ამ დროს, როდესაც ესეთი ამბავია გზაზე და როდესაც ტვირთი ვერ ჩაგაგდა, იგვიანებ რა. ტვირთი ჩატანა იგვიანებს. ვუგზავნით დისპეჩერებს სურათებს ადგილმდებარეობისას და დისპეჩერები უგზავნიან ბროკერს. აი ბროკერი აგზავნის მე იქ დამკვეთთან და აი ასეთი ჯაჭვური რეაქციით, ესეთი ჯაჭვური ამბავით ვაიმე, გაეშვა ღმერთო. წავედით ბიჭო, წავედით. ვა. ეს რა მოხდა, კაცო? აიმე გაეშვა, შენგენაც ვარ. აჰა. ვის ახსოვს ხვედის გადაკრა? მოიცა ბიჭო, გადავიკრავ, მოიცა. კიდევ გავჩერდით. ძალიან ცუდია. აჰა. ორი კამერით ვიღებ. GoPro და Sony. არა ეს Sony ვერ მოვიფიქრე, რაღაც სხვანაირად უნდა მოვიფიქრო. ცოტა აქედან რო იყურებოდეს რა, ინო გვერდზე მიყურებს, არა უშავს. გავჩერდით კიდე. გავხნათ? სია რა. აი. აჩი, ავიც. ნახოთ რა იქნება. შევხედავ წინ რა ხდება ეგა საქმე. წინ რა ამბავი. ნელა მივგორავთ რა, მივგორავთ ნელა წვალებით რა. აი უკვე ისეთი კაი რაღაცების გადაღებას გეგმავდი რა, მეთქი რაღაცებს გადავიღებ დრო მომრჩება თქვა და ეხლა რაღა დრო უნდა მომრჩეს. 9 საათის გზა მაქვს სასიარულო და 6 საათი კი არის უკვე. აზრი არაფერი. უნდა გავაგზავნო იქ რესტორანში შევალ ლიმონადს ვიყიდი თქო და აიც იქნება შევიდე რა. აქ ნახეთ რეები ხდება სულ. აქ ნახეთ ერთი დამწვარია დაფუფქული აქ ლა პეტერბურგი. დედა ბიჭო. აგერეს კიდე დარიჯგვილია მატორი სადაგდია. ვაიმე რას ქონა შეხედე ბიჭო. ოხ ერთო შემიეცი ყველა შვიდობას. იმაში პეტერბურგში არ მგონია გადარჩენილიყო ვინმე შეგეთ. ისე არ მოქცეული. ჯერ დანარტყამი აქვს და მე
აფეთქებული არ. Короче 5 საათი ვიდექით, 5 საათი მეტი. ეხლა короче თქნარების დრო არ არის. უნდა ჩავადგათ, короче და უნდა ვიაროთ რა. სხვა გზა არ არის, короче. უნდა შეუბეროთ რა. წინ საერთოდ ცარიელია ყველაფერი გზა, ანუ მოძრაობა არ იყო რა. თან სად იყო მე ავარია მომხდარი. ცალფა იმას დაგეტილზე. და გვიან ჩავდე კამერა არ ვიცი თუ გადაიღო. მოგეთ დაგეთი შევით რა ბიჭო. ესე იგი короче 10 თვალი და 10 ყური გჭირდება. კაცო. აგერით გაიხა მანქანასთან პატარა კაცი. დილავ შვიდობის ბიჭებო და გოგოებო. როგორ ახართ? მე მიჩიგანში ვარ. ჩამოვედი მიშიგანში. ხო და ახლა ბატონო აგე ჟილეტის ჩამაცვე. ხო და ახლა მივდივართ. ეს ცარიელი ტრეილერი უნდა დავტოვო. რაც კალიფორნიიდან წამოვიღე. ნახეთ თქვენ ის ვიდეო უკვე ატვირთული მაქვს. ესე იგი ეს კონტეინერი, ანუ ცარიელი ტრეილერი უნდა დავტოვოთ ახლა ბიჭებო და წავიდეთ და ჩავებათ ახალი ტრეილერი. ახალ ტრეილერს ჩავებათ დატვირთულს და დავეშვებით კალიფორნიაში. ესე იგი ნიუ-იორკის დროით 7:21-ია, ანუ 8:25-ია დილა. და საკმაოდ მალე მოხდა ეს ყველაფერი, ტრეილერის დაცლაც, ისა, короче და ყველაფერი. ეხლა წავალ და აი აგერ იმედია ეხლა გამიმართლებს ბოლომდე. და ადგილსაც ნახავ, რომ ცარიელი ტრეილერი დავტოვო. ესე იგი, ეს მოთხოვნა ქარხნის, სადაც მე დავდივარ და ტვირთი მიმაქვს კალიფორნიაში, აი მაგათი მოთხოვნა არის, რომ ესე იგი, ტრეილერი დავაყენოთ ბოლოში, უკან. ცარიელი ტრეილერები, დატვირთული ტრეილერები ერთადგანან, ცარიელები ერთადგანან, დასატვირთავები ერთადგანან. ამიტომ ესეთი ისა აქვს რა, წყობა აქვს, короче და ხშირად არის რომ აი აქ ცარიელი ტრეილერების ადგილები არ არის, იმიტომ ახლოში უნდა ჩააყენოთ ძალიან, მე განახეთ ეხლა როგორ ახლოში ვაყენებთ ხოლმე, короче რა, ტრეილერებს და ბევრი კიდე ვერ აყენებს და აგდებენ რა, ქუჩაში ტოვებენ, ხან ორი ტრეილერის ადგილს ტოვებენ, ხან ისა ახაც ვერ ჩავეტევით, აი ისია ჩაყრილი. ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი, რომ აი ადგილები აი ძალიან ჭირს და აი აქ შეიძლება ჩავტენო. აქ შეიძლება ჩავკუჭო ახლა ტრეილერი. ეგერ არის პრინციპში მეტი დიდი ადგილი და იქ ჩავაყენე. ხო, აგერ ჩავაყენე, აგერ მიჩვენე. ყოფილა ადგილი. ახო დავარაფერ ვაყენებს მანქანას, ტრეილერს რა. საკმაოდ პატარა ადგილებია, ვიწრო და გავწიე დიაგონალზე გავწიე ტრეილერი და ახლა დავიწყებ შეყენებას.
აბა ბიჭო ავთია. დიდი ბიჭო არ შემარცხინო. შეყურუნ საღოშე. Всё, ტრაილერი შეყენებულია და უნდა განახოთ აფერ ახლოს ვიწევს ტრაილერების დაყენება აქ რა. ეხლა ცოტას წინ გავწევ. გავასწორებ რა. ეხლა წავალ უკან. აბატონ. მე იქ ვეღარ ვეტევი მე ტრაილერების შუაში. და ეხლა გავაკეთებ ესეთ манипуляციას. ფეხებს წინასწარ გავუშლი ტრაილერს. ხო და მე ფეხები გაშლილი შევწევ შიგნით შევაჭოჭე. თო ძალიან პატარა ადგილებია და ვერ შოვი რა, ვერ ვეტევი შიგნით. აბატონ. კიდევ გავწიეთ ერთი უკეთესად და იმიტომ შენ კლარო თარაზოში ჩააყენო რომ გაყავთ მერე ეს ტრაილერები ხაჭინიან რა უტყამენ უბედურად სხვა ტრაილერებს რა და ამიტომ ვცდილობ ხოლმე ისე დავაყენო რომ აი მილიმეტრებში იყოს გასწორებული რომ შეხედონ კარგად რა აი ახლა ჩავალ ქვევით ეს იყოს ასე და ასეთ რაღაცას გავაკეთებ ახლა. ხეთ? ესეც რეიბანის კამერა. და განახილებ ახლა რა ხდება ქვევით. რას ვაკეთებ? აი ესეთ ვიწრო ადგილებში ვაყენებთ ხოლმე და აქ შინით ვეღარ ეტევი, ფეხს ვეღარ შლი. ამიტომ მე ვაკეთებ ესეთ რაღაცას. წინასწარ გავშლი ფეხს და გაშლილი ფეხებით შევაჭოჭებ შინით. ბოლომდე შევწევ ტრაილერს და всё. ელექტროობას მე ჩავუხსნი და გავდივარ რა. შემდეგ მე ჩახსნილი ტრაილერი სავალდებულო არის. რომ სურათები გადაუღო და გადაუგზავნო დისპეჩერს რა. აი ამა დაიწყოს ისინი ბალიშებმა. უკვე შეიძლება ტრაილერის შეჩოჩება რა. ანუ სიგნალს გვაძლევს უკვე რომ შეიძლება ტრაილერის ჩახსნა. ესენი უკვე ბალიშები რო ასისინდება შეიძლება ჩახსნა. ეხლა მივაწვევი ტრაილერს ფეხი გაშლილია უკან შევალ ბოლომდე და შლანგებს ჩავხსნი და წავალ რა. ჩავიბავ ახალ ტრაილერს. ეგ არის სულ. აი ესე ბიჭებო. შეყენებულია ტრეილერი. ეხლა რას ვაკეთებ? ავდივარ ტრაილერზე და ამ ბინძურ ტრაილერზე და ესე ლამაზად ვეცადოთ რომ მაქსიმალურად სუფთად короче ჩავხსნათ ყველა შლანგები და წავიდეთ აქედან ესეც ასე შემდეგი ამის გამოღება ეს არის ყველაზე მეტი აბა გამოდი ემას მარტივად გამოვიდა ხელი ხوارდევისვა არა всё ტრაილერი ჩახსნილია ეხლა ჩავასურათებთ და ეგაა რა ამ ტრაილერს წაიყვანს მერე სხვა ჩემი კომპანიის ძღოლი რატო ავთიშავ ეხლა
მოკლედ ბიჭებო ტრაილერის აუ ეს რას გავს ბიჭო ტრაილერის ის ხო განახებთ ჩახსნა როგორ დავტოვე ეხლა განახებთ ტრაილერის ჩაბმა როგორ არის ჩვენ გვინდა 411 776 ტრაილერი აი ამ ჩაყოლებაზე უნდა ვეძებო ეხლა ტრაილერი სად არის ჩემი ტრაილერი ოთხასარა აი აგერა 411 ეხლა მას ჩავიბოდა და ნახეთ როგორი მასშია ვიწრო ადგილშია ჩაყვეხებული ყამას შევიყვანშინით გამოვაჩოჩევ და მე იმას ვიზა რა ქვია ჩავაბავ რა აი ბიჭებო ტრაილერს როცა ვამბავ სულ ვაკეთებ ესეთ რაღაცას ჰაერს ჩავწევ ანუ ტორმოზებს და შემდეგ თავ დრაივში რო ტრაილერი თუ ჩამბულია კარგად ხანდახან არის რომ ეშლებათ და ტრაილერს არ სვამენ და მე სავალალოთავდება ყველაფერი მე როდესაც ჩავაჯერ ანუ ხელი ჩაჯდება თვითვილის ხელი მე ავდგები და დრაივში ჩავაგდებ და ჭიმავ წინ რომ აი შევხედოთ დავწმუნდე როგორ არის ჩამბული ტრაილერი მე ესეთ რაღაცას ვაკეთებ რა ეხა ოპა აუ ავიღე ჩემ უჭყია ბატონო ჩემო ხელთათმანებს და შევხედავთ ჩამბულია რუჩკა ჩაჯენილია კარგად შემდეგ ჰაერებს ჩავაჯე ჩავსვავ და უნდა დავაკვირდეთ რომ ერთმანეთზე გადამბულია გადახლართული არ იყოს და კარგად იყოს და კარგადაც ხარჯდება მიგე და ეგინდა ეს ანდახან სალნიკები ატყილებს ხოლმე ანდახან ზოგ ტრაილერებს ეგ სალნიკები საერთოდ გაფუჭებული აქვს და ჰაერს აპარებს და ამიტომ სათანდარიგო სალნიკები უნდა გქონდეთ და რას გავს სორკანო ვიჭო შეხედეთ ტალახები როგორა აი ეხა ეს ჩავამბათ ავწიოთ ხელი ისა ფეხი ამას ეძახიან landing gear ესეცას აბატო კარჩე რამოდენიმე ცეგი რეიბანის სათვალეები იღებს ბიჭებო 3 წუთიან ვიდეოებს ეხლა გავთიშავ და რამოდენიმე ეტაპად გავაკეთებ ყველაფერს მოკლედ რა ხდება ბიჭებო ეხლა ნახეთ გამოვედი პარკინგიდან ეხლა ტანდემები მაქვს შემოსაწევი ექსელები ვინაიდან ესე გაშლილი ექსელები ციარული ნუ არც კარგი არ არის და ტრაილერისთვის არ არის კარგი და კალიფორნიაში ხო საერთოდ მაგაზე დახვრეტა არის ეხლა მე რო ტანდემები შემოვწიო აი აქ ჰაერები უნდა დაიტვირთოს კარგად ნახეთ ჰაერებს დავიღებ ეხლა აი კავერნორმა დააწყიყვინა უკვე შეგვიძლია წავიდეთ წამოდით ტრაილერთან შეგვიძლია წავიდეთ და ესეთ რაღაცას ვაკეთებ ნახეთ აი აქ მე ადრე თქვენ გესაუბრეთ ამაზე გითხარით ნახეთ აი აქ არის ესეთი კარგი კლუბა აი ამას გამოწევთ და შპილკები ყველა შევიდა შიგნით ეხლა ჩავждები მანქანაში ხო და ესე იგი ტრაილერის ტორმუზი დატორმუზებული არის ბობტეილის ტორმუზი
ესე იგი. აბა. აი. ნახეთ ახლა რა ხდება? ტრაილერის ტორმუზი ამოწეულია. ტრაილერის ტორმუზს ხას არ ვკიდე. ბობტეილის ტორმუზს ჩავწევ და ჩავთავ უკან სვლას. და ნახეთ თენდემები შემოიწევა ახლა წინ ბოლომდე. всё, ესე შეგვიძლია სიარული, აი. всё. შემოვწი. ახლა შემდეგ აგეს ორივე სამოყრი ტორმუზებს და ის შპილკები იქ გაიხსნება. ჩაიკეტება ტენდემები. წავიდეთ და განახეთ ახლა და სურათს გადავუღებ ტრაილერს და წავიდეთ და წავიდეთ. აი ნახეთ. სად იყო გაწეული ექსელები და სად შემოვწიე. ნახეთ საიდან სად წამოვიდა? ესე სასიარულოდ ბევრად კარგი არის. აი აქ იყო ბოლოში. ტენდემები იყო აქ. და ნახეთ ამ ხელაზე წამოვიღე. ეხლა ტრაილერს გადავუღებ სურათს, პლომბსაც გადავუღებ სურათს, რომ პლომბი ადევს. ამ ყველაფერს გადავამოწევ, შევხედავ დეფექტებს, რაღაცებს. ხო და წავალ და წავალ. всё. ეგ არის რა. აბა დროებით შემოვკარგებო გემშვიდობებით და მოგვიანებით დაგიბრუნდებით. გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? აი ახლა უნდა განახოთ რაღაცა რა. გუშინ კარგად ვიარე და ავი არ გადამიღია ვიდეოები. ეხლა უნდა განახოთ რაღაცეები. ეხლა ვარმე ოკლაჰომაში. წინა კვირაშიც ხო აქ ვიყავ, წარმოიდგინეთ წინა კვირაში რანაირი ამბავი იყო. ვიდეოს ნახავდით რა, ბოლო ვიდეოს YouTube-ზე. ამხელა თოვლი იყო აქ და პროსტა იკაიფეთ. შემოვატრიალებ კამერას, ნახე. პროსტა იკაიფეთ, საერთოდ თოვლის ნატავალი არ არის ვაფშე და ჟილეტი და მაიკა მაცვია მარტო. და აი სადავარ, ნახეთ. Trading Post. Короче, ეს არის ინდოელების მაღაზია რა. ეხლა შევალ შიგნით, თუ მომცემენ გადაღების უფლებას, აქ გადავიღებ, короче და აქ მე ამას წინათ ერთი მაგარი დანა იმავს ხენი, რა ქვია, შევიძინე რა. დიდი ხანი უტრიალებდი და ფასდაკლებაში შემხვდა. და აქ შევიძინე და ნახეთ რა მაგარია. აი დიდი პარკინგი აქ. და ესე გააჩერებ, ეს ჩემი ტრაილერია ეგრეთი და გააჩერებ და ათვალიერებ რაც გინდა რა. ნახეთ რა მაგარია. Boat outlet. ძალიან მაგარი რაღაცები იყიდება აქ შიგნით. როცა ნახეთ რა მაგარი რაღაცა. შევიდეთ ახლა ინდიელების ისინია, მოდი კამერა შემოვატრიალებ, ასე. ხო და ასე მასშიდან განახეთ რაღაცებს რა, გაგრას დაღებულა. მაგრამ მევასება ესეთი ისინი რა. მსგავსი მაღაზიები. აი. ერა მაგარი ტიპია უყურე. ინდიელი ჯიგარი. მაგარი კაცია. აი გავთიშავ ეხა ვიჭება და აი ბუტები მაგასინები და გავთიშავ და დანებში რომ მივალ მე ჩავრთ. უყურეთ. მაგარი რაღაცები აქვს. კველის იგენია თხავია კველის. ეს დანახი საინტერესოა, $99. აურა მაგარი რაღაცა ხელნაკეთი იქნება ეგ ეთყობა ამას. მაგარი რაღაცები. ეს რა რუჟია? კველი. ესენია ჯო მაგარი დანები. ფიგის დანები, ხელნაკეთი დანებია ეგენი. მე მომწონს. ეს მომწონს. აგერ ხედავ. რა მაგარი რაღაცები. ეს დანები. ისე ეკიდაც არ მიცივშა რა. აი ეგენი ბანძობა.
აი, ქაბარის დანები. და ცოტა შორის ამათ წინა რო ვკითხე, ორიგინალებია, მეგენი $126, $158-დან ჩამოფასებული $126. ორიგინალი დანებია, ეგენი ამას წინა ვკითხე. არა მე ესენი მოდ გაგიდულოთ ამ ბევრი ის აღარ არჩევანი. მაგალითად ესეც მომწონს. ეგეც მომწონს. სავარაუდოდ აი ეს ღირს $250. და რატო ამ სხვა ეს ნახეთ. ეგეც მაგრები. ეს ჯაღვების გაებია. აი ეს ჯავა ნახეთ. ეს $187. $235 მაგიო. მაგარი დანებია. აჩე. ეს ძალიან მაგარი ვარიანტია. ეგეც მაგარი ვარიანტია, პატარა ანამედანი. ეგეც კაია. აი ეს ყოველდღიურობით მაგარია ძალიან. $28. ნომრიანებია თან ყველა. სავარაუდოდ ამას ვიყიდი. და ერთს ამას ვიყიდი. კიდე. მოკლედ გავთი შევახდე მე რაღაცებს და გათვალიერებით. ბიჭებო, მომცენ გადაღების უფლება. რაც ნახმადაბლა ვისაუბრე რა. ახეთ რა მაგარი რაღაცები. 66. ერთ-ერთი ყველაზე ძველი გზა ამერიკაში. 100 წლისაა ეს გზა. короче, აქედან ყოფილა აი აქაც არის კიდე დანები, ეს ხელნაკეთი დანები არის ინდოელების. სასუვენირი არის უფრო. მეც ვიყიდე ერთი დანა უკვე. სუვენირის დანები არის, ეგენ ეს ბასრიც არ არის, ესენი ხელნაკეთი არის, რა ეს ხე დამასკის არის ეგ. მოდი ეს კამერაში მოვატრიალოთ, ეს მონიტორი ასე გავაკეთოთ რა იყო ბიჭო. ასე მიჩვენია გადაღება. აი ნახე დამასკის არის ეგ. აი გაცი. დამასკის დანები ერთიდან მეც მაგ. აი ნახე. ყველა ეგენი ხელნაკეთი. ნახე რა ლამაზებია პროსა. აქეთ წამოდით. ერთ-ერთ კაიფო რაღაცას განახევ და აი ქუდები. სულთან ყავითა. American Hatchmakers. აი ეს ნახე რა ხელა რაღაცა აქე. წარმოიდგინე ეს ღირს $130. ამას მაზე აკეთებენ, რა ქვია, მანქანებზე, კაპოტებზე აგებენ. პეტერბილდებზე არის ხოლმე, დიდი პეტერბილდებზე უყენიათ. ესე ნახეთ. მაკასინები, კაზაჩოკე. ხელნაკეთია ის ყველა შეხედე, როგორი ნამუშევარია. ეს ალბათ სამუდამოდ გიქნება, ამბერ დაახევალოთ. სულთან ყავი. ეს ღირს წარმოიდგინე $109. $109 ღირს ეს ბუტი. ამაგაცი. ოპა. აი. რაღაცა. აი, $65. და მაგარი. აქ ეს პლაშები, ვესტერნის პლაშები. აქედან რო ეცვათ იგი მსახიობებს, ეგ ვესტერნის კინოებში ამოიღებენ რევოლვერს და დაუშვებენ რა. მაგარი რაღაცები.
ნახეთ რა კაი ქუდებიათ. სუფთავისა რა ქვია ზამში ტყავი. ეხლა დარეგვა იქნება კაცო. ეხლა დარეგვა იქნება კაცო, მაიცადეთ. გაუთი შეგადაღება. ჩემი დისპეჩერი მირეკავდა. ხელნაკეთი. სუფთა ტყავი. ახეთ რამდენი სენია მოკასინებია თუ რა ქვია მასავე ასე და აი ესენია ძალიან მაგრები. $164 სამბირთახი ალბათ მიწრემში. შემოკერილი ხელნაკეთი. აკა ბევრი საინტერესო მე სტუფლები და აცები არ მომწონს. ასე დიდად არ მიზიდავს რა. აი ძალიან ლამაზი ბოტებია ესეგენით. და ღირს $90 $160. ღირდა $171. აი ჩიგარი ნახეთ ლაკროსები. აი ეს ლაკროსები აქ კიდე სიტკას. აი ეს არის რაც არის რა. ამ წყერზე სამოძრაოდ. ეს ის არის რა ქვია. მემბრანა გონია ეს მემბრანა თუ რა ქვია დამავიწყდა უკვე. ვეიდერსებზე რო ხმარობთ ის ნაჭერი არის, ამას წყალი არ შედის. ლაკროსი არის ბიჭებო. სიტკა და ლაკროსი არის როგორც აი ლუი ვიტონი და ეგენი რო არის რა. იმნაირია სიმონ ეგენი. საკაიფოებია. ჯორჯია ბუტ. აი შეგენაცვალე ჩემი ჯორჯია. ეს რა ღირს? სუფთა ტყავია ეგაც $125. წარმოიდგინეთ შემოკერილი, გაკეთებული. ამითი ახლა სანადიროთ კათამზე და ემაზე. ძალიან მაგარი იქნება. დაამუშავე. იმაში ხურის იმაში კონში და არ დასველდება. Короче, ესე იგი, აქიდან 3 მაილში არის რაღაც პაპასილი მაღაზიაო რა. ნამდვილად მომითხრა ბიჭმა, მეთქი რომ გადაღება თუ შეიძლება თქვა და არ არის პრობლემა. გადაიღო და 3 მაილში არისო, короче, აი, წავიდეთ ახლა ეგ საინტერესო აღარ არის. აქედან 3 მაილში არისო ძალიან მაგარი მაღაზიაო რა. თავისი ისტორიული იმითიო რა. და იქ შედიოდა კალიფორნიიდან რომ წამოვალ უეჭველი შევალმან დავათვალიერებ. ახლა ნაკეთი შევითავა დროებით. ახლა მაგარი. მელა კუდარი და ისრები ჩასადებია შიგნით. რა მაგარი რაღაცეები აქვთ გაკეთებული. გავთიშავ რამდენჯერ ვთქვი, მაგრამ კურს ვერ წყვიტავ მე. გათიშვაზე მენანება გათიშვა. ეს რა ჩასაცმელი არის ბიზონის იგია ხო? აუ მაგარი. რა კონკულა. თქვენ ბიჭო. თქვენ ლამაზებო. წითელი ხეა იგი ხო? წითელი ხეა ეთყო. ქვეყანა რაღაცას იყიდის, ახლა ხენი კაცი რო შემოხვა. ინაი რაღაცებს შეარჩივა, სუვინირებად, საჩუქრებად. ავი 1000-ნაირ რაღაცა შეხედე, ახლა კაი რაღაცა სანთლების ისა დასადე. სანთლების. აი ამის მუღამი მაგ, короче, აი ამის მუღამი.
ცვილია ბიჭო ეს დალო ცვილისი. ჯოხე. აგე ისაც გევასებათ პლანი მოწიეთ ჩაარჩინი და ჩაუფუნეთ. რა მაგარია. კაინა ხატებია ეს. ამანჩიეგე. რა მაგარი გაკეთებულებია პროსტაგი. ხერა ლამაზია და $559 ბიჭო. წარმოიდგინე $559. ამაგარი. აი, აკაც ყოფილა პლედები. აი რაღაცა წამოკოტრიალდები ზეთი. მაგრამ მომწონს ესეთი რაღაცები. პლედები. ძალიან მაგარი მაღაზია მიჭებო ეგი. მეორე დარ უკვე ახან თუ მესამეთ. აქ საჭირო ოთახი ყველაფერი აქვს თავშინით. წავიდეთ ახლა, короче, მე მაგვიანდება და წავიდეთ. როცა 66 მაგრამ მეყვარს. ჩეროგეცადი. სალამაზია. მომწონს ესეთი რაღაცები და მეყვარს. აი მაშინ გენაცვალე. ეს ნახეთ რა კაი რაღაცა ასე. აურა მაგარი. ეგენია დიდები. გახედეთ როგორი გაკეთებულია ცხენი და ესე აურა კაია მოსაცმელი პლედი. ამას უყურეთ. მაგარი. პიშტოები. პლასმასის. აი ნამდვილი რო იყოს ახლა შემომაცილებ ამას. აი ჩქაროფ ახლა მე და უნდა წავიდე ბიჭო. ამა დროებით ახლა და კემშვიდობებით დროებით. აჰა. აბა რა ვახერთ. ჭებო, ხო ხართ მაგრად. აი. თავარი ინსტრუმენტი. ისე ხო მართლა რა მაგის პასუხია და. ხო მარგ. ცივად. მანდა. ხო მარგ ცივად. Peito abuela, oh, sheni sadas, kamanda mais. Afer mopurcha. Salia kan abuela. Ezert. No vamos a abuela, normal. Acá ya subtaman kan asin karets. Acá no un show me. Acá. თუ გინდა მუშაობა დამირეკე. ხო. ნადი ბიჭო. სულ ასხა ამ პომპაზე. კაი ესე იგი არიზონაში გავავსე ფლაგსტაფზე და აგერ ვასხამე ხა მიზურში. აიღო ჩაკუჩი. თავარი ინსტრუმენტი. აუ პისტოლეტი ამოვარდა შენი დედავატი. შენ თუ შენ აუ დაბანა მთელი მანქანას. აუ შენი როგორ მესიზღება სიმო. короче აუ რა ქნა ვიო თუ შენი დედავატირე მე
მე რამდენიჯერ გამიკეთა უკვე 100. არა გაშრება. უჩია და გაშრება. აჩი უნდა გატენო ბოლომდე რა. ხო. არა უშვს. ჩამოპლირწა ყველაფერი.